როგორ არის უშენოდ? ფიქრებშია უშენოდ, ენატრები ძალიან ეჭვიანობს, გიყურებს, არ ვიცი, რაც კი შეიძლება ეჭვიანობას, ყურადღებას, რაღაც ინფორმაციების გამოგექვას ეხებოდეს, სულ ამით არის დაკავებული. ეძებს შანსს. საერთოდ ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს შეიძლება არჩევანიც ჰქონდეს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. უშენოდ როგორ არის? ეს ცოტა ისეთი საკითხია ეხლა ცოტა მაგალითად თუ ადამიანი ურთიერთობაში ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ კი არის ურთიერთობაში, მაგრამ სულ შენზე ეფიქრება. სულ შენზე ეფიქრება, მაგრამ ვინც ზუსტად იცით, რომ ეს ადამიანი არ არის არავისთან, მაშინ ვიტყვი იმას, რომ არასერიოზულ ურთიერთობას, მაგალითად, ჯანსაღ ინტიმურ ცხოვრებას თუ არ გადაცდა ეს ურთიერთობა, იმაზე ფიქრობს, როგორი სტატუსი მიენიჭოს ამ ურთიერთობას, რომ შენ იგრძნო თავი კარგად და გახდე მისი გულისწორი, მისი არჩევანი და მოდი ვთქვათ, გამოიყენოს ეს შანსები და აგირჩიოს აი მართლა ცხოვრების თანამგზავრად. მინდა ესეც დავამატო. თქვენ თუ რაიმე არ ყოფნით მისგან, არ მოერგოთ სიტუაციას პირიქით, იყავით კატეგორიულად მომთხოვნი და იცოდეთ რა გინდათ ზუსტად და არ იყოთ დათმობაში რაღაც ხო კარგი რაღაცებს რო გაითვალისწინებ და რაღაცებს დათანხმდები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ ასე, იმიტომ რომ მაქსიმუმი უნდა მიიღოთ და შეუძლია ამ ადამიანს რომ მოგცეთ მაქსიმუმი. არ გეგონოთ რომ რამე არ შეუძლია. მოდი მაშინ დავამატოთ, არჩევანში ვინც არის და სხვასთან ურთიერთობაში ამ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს? არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ის აგრეთ ძალიან კმაყოფილი და კატეგორიულია, ძალიან არაფერს არ იზავს ამ საკითხში გოგონებო, ამიტომ მიაქცხვაი, არაფერს არ იზავს მაგ საკითხში. ყველა არკანი ამაზე მეტყოლებს. ამიტომ თქვენ უნდა დაფიქრდეთ, გინდათ თუ არა ეს? მე ყველა ვარიანტში გისურვებთ წარმატებებს დროებით.